მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი GG Gaming-ი და დღეს ჩვენ ვითამაშებთ თამაშს FC Mobiles და დღეს ჩვენ გუნდში ჩემი არხის პირველი ეპიზოდიდან განსხვავებით ცვლილება გვაქვს და მე დავიმატე 113 ოვერიანი, ანუ ბოლომდე დარანკული, ისე basic კარდი 108 ოვერიანია, ბოლომდე დარანკული 100 გაზორდას კარდი და ასევე ტრეინინგ ლეველები გავმაქსე. ასე გამოიყურება ახლა მისი სტატები 127, pace 127, შუტინგი 167 პასინგი, 158 დრიბლინგი, 107 დიფენდინგი და 98 ფიზიკალი. ასევე ისა 4 ნახევარი ვარსკვლავის სტამინა და 4 ვარსკვლავის სკილ მუვები აქვს, სკილ პოინტები რაც ქონდა დაუხარჯე ფიზიკის გაძლიერებაზე და ასევე ბოქსი გაუძლიერე და ასევე ერთი სკილ პოინტი გამოვიყენე awareness-ზე. პოზიციები გაეხსნა მარცხენა ნახევარცველი და შემტევი ნახევარცველი და დავაყენე მარცხენა ნახევარცველის პოზიციაზე მაკტომინეის მაგალითად, იმიტომ რომ მისი პერფორმანსებით არ ვიყავი კმაყოფილი, უბრალო მეჩშიც კი ცუდად გამოიყურებოდა, ანუ არ აქვს ვერ გარბის წინ ლონგშუტებსაც ასე თუ ისე ურტყავს გააქვს, მაგრამ ძალიან მოუქნელია დაცვაშიც ვერ გამოიყურება კარგად, იმიტომ რომ ფეისი აქვს ცუდი და ფეისიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეტოქე რომ გარბის იმას დაწევა უნდა და მე უნდა წაართვა. ფიზიკა კარგი ქონდა, მაგრამ გადავწყვიტე რომ შემეცვალა, იმიტომ რომ პერფორმანსი არ შეესაბამებოდა მის სტატებს. შეესაბამებოდა 105 ოვერიანი კარდის სტატებს და გადავწყვიტე შემეცვალა. შევცვალე და აქამდე არც ერთი თამაში არ მითამაშია ამ კარდით. დღეს ვიყიდე, რადგან გავყიდე ადემულა ლუკმანი, შემდეგ შევაგროვე ფული და ვიყიდე და წავიდეთ ახლა head to head-ში და ვითამაშოთ მეჩი. და ვნახოთ როგორი პერფორმანსი ექნება ჩვენს სანტი კაზორლას. მანამდე გეტყვით რომ ხვალ გვექნება ოპენინგის ვიდეო და ასევე ახალ კარტსაც გავტესტავთ ამავდროულად, რომელიც უკვე აყვანილი მყავს. დაცვის კარტია, რადგან ჩემ დაცვას სჭირდება გაძლიერება და დაცვის კარტია ცენტრალური მცველი. და დარანკვისთვის არ მქონდა საკმარისი მასქერანოს კარდები, მაგრამ ახლა მაქვს რა არის და ხვალ მექნება. ავიყვან მასქერანოს კარდებს უბრალოდ მაძლევს და თვითონ ივენთიდანაც ავიღებ და შემდეგ დავრანკავ ამ კარდს და გავაკეთებ გავტესტავთ ერთად. ამასობაში ვიპოვეთ მეტოქე, რომელსაც აქვს 111 ოვერიანი შეტევა, 109 ოვერიანი ნახევარდაცვა და 108 ოვერიანი დაცვა. არ არის თლად კარგი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი სანტი კაზორლას გატესტვა შეგვიძლია. ამასობაში კიდევ დაიწყო თამაში. შევხედოთ უცებ მეტოქის გუნდს, ივენთიდან აყვანილი კარტები და ასევე ძველი ივენთის კარტებიც არიან. ტოტის კარტები შევნიშნე. ტა და გრიმალდო იყო. დაიწყო თამაში. ესპო, დომბელე რაღაცა საერთოდ მაიკონი. ეს თამაში წესები დაიღო ჩემი ლუთელების მხრიდან. მაიკონმა გაუგორან დომბელეს, ბექემს დაუდგა გარინჩა და კარგადაც დაარღვია თამაშის წესები. ხილად უნდა ვიყოთ აქედან, თორემ შეიძლება გოლი გაუშვათ. დაარტყოს კარში, რა თქმა უნდა, დონარუმამ რა სეივი გააკეთა. თან სანტი კაზორლა ეფარებოდა იქ. ვნახოთ ახლა დაცვაში როგორია ჩვენი სანტი კაზორლა, ჩაწოდება უპამეკანო მოიგო, გარინჩა. კარგი შეტევა წამოვა. რა გავაკეთე სანტი კაზორლა გარბოდა იქ, რატო გაჩერდა? მე მეგონა სიბილის დროს გავაყოლებდი. კარგი დრიბლინგი კაზორლას მხრიდან. კარგია. დაჯარიმდნენ ამ ქართზე. დაჯარიმდნენ, თუმცა ინარჩუნებს ბურთს. რებს აკეთებდა. სად შეინარჩუნა ბურთი ამ კაზორლას ქართმა. ფიზიკალი ტყუილად არ დამიბურსტავს. ფაქტია რომ გამოაჩინა კბილები უკვე ჩვენმა ქართმა. ჩვენა რომ გარინჩა მიულერი, კინი, კინის შორიდან დარტყმავცადოთ, ზანეტიმ დაბლოკა, მარცხენათი დარტყმა და პირველი გოლი კინის. იმ კარდზე რომ ვისაუბროთ, ვისაც დღეს ვტესტავთ,
კაზორლასი ერთი მშვენიერი მომენტი იყო, როდესაც დრიბლინგით მშვენივრად გაარღვია ნახევარ-დაცვისა და დაცვის ხაზი. ასევე ძალიან კარგად გააკონტროლა ბურთი და კორპუსი ძალიან კარგად შედგა. კრესპო, დომბელე, მაიქონი შეტევაში აქტიურად მიდის. სანტი კაზორლა, ნახოთ. ბევრი ჯარიმებია, მეტოქეც და ჩვენც ბევრი ჯარიმდებით. არა, სწორი პასი მეთქი კაზორლას მივაწოდებ, თქო და ნახავ როგორია. აი ახლა ნახოთ. ოი, აქ მეტოქემ შეცდომა დაუშვა. ნახევარ-დაცვა ჩააგდო. არა და ლონგშოტებს რო შევხედეთ, ძალიან კარგი იყო და მეთქი ახლა გავტესტავ თქო და დაბლოკეს. ბორნი, ნახოთ. არა. ლარსონი. შეიძლება სახიფათო კონტრშეტევა იყოს, თუმცა დასრულდა პირველი ტაიმი. 1-0 ჩემი გუნდი იგებს და სანტი კაზორლას პერფორმანსი ჯერჯერობით კარგია. პოზიციურად ძალიან კარგია ეს ქარდი, როგორც ხედავთ. დრიბლინგიც კარგი აქვს, სკილებიც ძალიან კაი აქვს. და კონტროლი. უყურეთ იმენა. What? ბიჭო როგორ ინარჩუნებს ბურთს ასე ძალიან? ტიპი რეებს აკეთებს მართლა. არ მოველოდი ასეთ ფიზიკურ მოქმედებებს ამ ქარდისგან. იმიტომ რომ შედარებით სხვა სტატებთან შედარებით ყველაზე დაბალი აქვს ფიზიკა. რა გავაკეთე აქ? უი, მიიღო. ურა სკილები. What? რონალდინიო გეგონება. რონალდოა ტიპი? ნახევარმცველი რონალდო. გადაცმული რონალდოანდა. რა დარტყა? თან რა სიძლიერით. ნუ აქ უკვე გუნდის ან მოწინააღმდეგე გუნდის დონეს არ აქვს აზრი ეს. შეუძლებელი აქ მეტოქე უკვე მიხვდა რომ აზრი არ აქვს. ამ მატჩისთვის ეთყობა გატესვის მატჩისთვის კაზორლამ განსაკუთრებით მოინდომა, იმიტომ რომ ტიპი რეებს აკეთებს. არა, მეტოქე თამაშობს კვლავ. მაიქონი. არა თამაშობს, თამაშობს. ნუ ვეღარ გავიგე მეტოქე რას გეგმავს. გუტი. მოდი აბა კიდევ მივცეთ კაზორლას გუტი, ინტერნეტმა უკვე გაჭერო დაიწყო. ინარჩუნებს ახლა დაიბრუნა ბურთი, არ ვიცი რას ვიდა. კინი. გარინჩას არ აქვს ასეთი ბოლ კონტროლი. ბურთს ადვილად კარგავს უფრო გარინჩა, ვიდრე არაფერს აღარ ვამბობ, მოიცა ლარსონი უნდა შევაჩეროთ. პენალტი. ნუ ეცადე რომ აქეთ დაარტყავს უეჭველი. აი ხო თქვი. მაგრამ დონარუმა ვერ მიხდა. მხარეს გადახტა. მაგრამ ეგ არაფერი ორი თავს ვიგებთ და ასევე სანტი კაზორლას შვენიერი პერფორმანსი. კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო. ძალიან კაია ეს ქარდი. ძალიან მომწონს. კაზორლაზე კვლავ პასი. აუ. აქ კარგი მოძრაობის გაკეთებას ვაპირებდი ბეკემს გავსდებოდი და long shoots დასრულდა მეგობრებო თამაში და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქარდმა. დრიბლინგი, ბოლ კონტროლი და long shot-ი, shot power-იც. ესენი არის და ასევე ფიზიკაც. ნუ თითქმის ყველაფერი ვთქვი, pace-ის გარდა და პასების. იმიტომ რომ პასები უფრო მეტად არ მინახავს. ამ ქარდის short პასები, long პასები პოზიციურად დგას კარგად დაცვის დროს. ფიზიკა აქვს. შესანიშნავი გონია რომ 120+ ფიზიკა აქვს, რადგან ისე მოძრაობს და ისე არღვევს დაცვას ფიზიკურად ჩაგრავს, რომ ვითომაც არაფერი და ბურთის კონტროლს პლუს. და long shoot-ი ძალიან კაი აქვს. მოკლედ მეგობრებო,
ეს კარდი არის ძალიან კარგი. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობთ რომ უყურებდით. დალაიქება არ დაგავიწყდეთ ვინც ნახავს. გთხოვს რომ დაალაიქოთ. ხვალ კიდევ დავდებ ვიდეოს. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობთ რომ უყურებდით.